გამოვა თუ არა კონტაქტზე თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. მოგესალმებით მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და მოდით დღეს ვნახოთ ასეთი ექსპრეს საჯარო გაშლა, ასეთი საკითხით გამოვა თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება კონტაქტზე. მოდით ვნახოთ მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში, მაქსიმუმ. შეგიძლიათ ნებისმიერი ვადა ჩაიფიქროთ, მაგალითად 1 კვირა, 10 დღე, 2 კვირა, 1 თვე-თვენახევარი, მაგრამ აი მაქსიმალური ვადა იყოს 2 თვე, ხო? და ვნახოთ, აბა გამოვა თუ არა კონტაქტზე თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ნებისმიერი ადამიანი, არ არის აუცილებელი იყოს ვიღაც რომანტიული ასპექტით და ვნახოთ, აბა გამოვა თუ არა კონტაქტზე პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, მეორე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება და კარგით, მოდით იყოს მესამე ვარიანტიც. ქვებსაც ახლავე დავარიგებ, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი იყოს ასეთი ქვა. აირჩიეთ სასურველი, მე ვეცდები რომ თითო არკანი დავხსნა. თუ გჭირდებათ დააპაუზეთ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი და ბევრად უფრო მორგებული თქვენზე. და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან, გამოვა თუ არა ჩაფიქრებული პიროვნება კონტაქტზე თქვენთან. გურუმი ქალი. მეგობრებო, პირველ რიგში კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე ვხედავ რომ ძალიან ბევრს კითხავთ სავარაუდოდ ამ საკითხთან დაკავშირებით, ან ზედმეტად ბევრ საჯარო გაშლას უყურებთ, ან პირადი კონსულტაციები გაგივლიათ ახლო წარსულში ძალიან ბევრ ტაროლოგთან, ეზოთერიკოსთან, ან რაღაც ასეთი ყოფილა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აქ პირდაპირ გეტყვით, რომ უკვე დაბინძურებული არის ენერგოინფორმაციული ველი, მოდით ასე ვიტყვი, ასე დავუძახოთ, იმიტომ რომ თქვენ ზედმეტად ინტენსიურად იქექებით ამ ინფორმაციაში. და ძალიან დიდი ალბათობით იქექებით ზუსტადაც რომ ტაროლოგიის ან რაღაც ბრჭყალებში მკითხაობების მეშვეობით. შესაძლოა რაღაც ასეთი მკითხაობები არ იყოს, მაგრამ ძალიან ინტენსიურად ცდილობთ რომ ჩაიქეკოთ, მაგალითად მუდმივად ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრობთ მეგობრებთან და ქალებთან, ხო, განიხილავთ გამოვა თუ არ გამოვა, შენი აზრით როგორი ფსიქოტიპი არის, გამოვა თუ არა და ასე შემდეგ, რაღაც ასეთი ინფორმაციები წამოვიდა. და პირველ რიგში პირველი ვარიანტი გირჩევდით იმას, რომ ასეთ რაღაცებს მორჩეთ, 1 კვირა მაინც დაასვენეთ საკუთარი თავი, იმიტომ რომ როდესაც ასე ინტენსიურად ვეძებთ ინფორმაციას და ვიქეკებით, რა თქმა უნდა, ინფორმაციული ფილტრი ბინძურდება, სწორი ინფორმაციაც უკვე რთულად ამოსაკექი ხდება. მაგრამ მოდით კიდევ ერთი არკანით ვეცდები ვნახო, ამოვიკითხოთ თქვენთვის, გამოვა თუ არა კონტაქტზე ჩაფიქრებული პიროვნება. ისე ქურუმი კაცი ან თვარე ან რაღაც ასეთი არკანი თუ ამოვიდა, სამწუხაროდ ჯერჯერობით მართლა ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ზედმეტად ინტენსიური არის ენერგიები. აბა გამოვა თუ არა პირველი ვარიანტის ჩაფიქრებული პიროვნება კონტაქტზე. მათთან კვერთხების ცხრიანი. იცით, ჯერჯერობით აქ მე ვერ ვხედავ მისი მხრიდან კონტაქტზე გამოსვლას და პლუს მაინც ამ არკანშიც იგრძნობა ეს ინტენსიური ძალა, რომელსაც მიმართავთ ამ ადამიანში. აქ მე გეტყვით პირდაპირ პირველი ვარიანტი, როგორც კი თქვენ კონცენტრირდებით საკუთარ თავზე, თვითგანვითარებაზე, საკუთარ ცხოვრებაზე და როგორც კი თქვენ უკაცრავად ფრანგულისთვის, მაგრამ ფეხებზე დაკიდების პროცესში შეხვალთ, ზუსტად მაშინ გამოვა ადამიანი კონტაქტზე, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი სირთულეები არის, ძალიან ბევრი შიშები არის ასევე ამ ადამიანის მხრიდან. პლუს ამასთან ერთად ადამიანი ძალიან კარგად გრძნობს, ძალიან ინტენსიურად გრძნობს იმ ენერგიას, რომელსაც თქვენ მის მიმართ უშვებთ, იმას რომ თქვენ მასთან დაკავშირებით ინფორმაციებს იძიებთ, ცდილობთ რომ ამოქეკოთ ყველაფერი, ხო?
ამიტომაც გაითვალისწინეთ რჩევა. სულ ეს არის პირველი ვარიანტი. დიდი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი თქვენთან რა ხდება და ხმლების ტურზე. მეგობრებო, ძალიან დიდი ალბათობით აქ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება გამოვა კონტაქტზე. თანაც ეს კონტაქტზე გამოსვლა იქნება ძალიან დიდი ალბათობით საკმაოდ მოულოდნელი და ძალიან ბევრი რაღაცის ასე ვთქვათ ამაღიარებელი იქნება რა, მოდით ასე ვიტყვი, ამაღიარებელი, იმიტომ რომ აქ ადამიანისგან მიიღებთ გარკვეულ აღიარებებს. აღიარება არ ნიშნავს აუცილებლად აღიარებას გრძნობებში, ხო? პირდაპირ გეტყვით, რა თქმა უნდა, შეიძლება აქ იყოს რაღაც სიყვარულის ახსნა და ასეთი რაღაცეებიც, თუმცა არ დაგაიმედებთ ტყუილად და პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან დიდი ალბათობით ასეთი არაფერი არ იქნება. უბრალოდ ადამიანის მხრიდან მიიღებთ რაღაც გარკვეულ აღიარებას, ბევრი სიტუაცია გახდება ბევრად უფრო ცხადი, პლუს ამასთან ერთად თუ იყავით ნაჩხუბრები, თუ იყავით კონფლიქტებში, ამ შემთხვევაში ეს კონფლიქტიც აუცილებლად მოგვარდება, იქნება აქ ძალიან სერიოზული და ძალიან გულრცხველი საუბარი ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, ყველაფრის გაანალიზება, აი თერაპიასავით იქნება თქვენთვის ეს კონტაქტი. თერაპიასავით იქნება თქვენთვის ეს კომუნიკაცია. დავამატოთ არკანი, ან არკანები, ნახოთ ხელს რამდენი ამოყვება და დავადასტუროთ რა ენერგიებით გამოვა კონტაქტზე აბა. მეორე ვარიანტი. ხედავთ მაინც ვერ ვითმენ. პენტაკლების ორიანი ძალიან გაორებული დამოკიდებულებით შეიძლება გამოვიდეს ადამიანი კონტაქტზე, პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ რომ აქ არასტანდარტული ქცევა, არასტანდარტული ჩვევების გამომჟღავნება იქნება მისი მხრიდან, არასტანდარტული სიტყვები, რაც აქამდე არ უთქვამს ძალიან დიდი ალბათობით, მაგრამ შეცვლილი მოვა ადამიანი, შეცვლილი განა უკეთესობისკენ ან უარესობისკენ, ხო? არასწორად არ გამიყოთ, არამედ უბრალოდ შეცვლილი. და ადამიანი მოდის გარკვეული მაინც და მაინც შერიგება, ალბათ ცოტა ხმამაღალი სიტყვა არის იმის გათვალისწინებით, რომ ყოველი თქვენგანი სიტუაცია ინდივიდუალურია, მაგრამ ხო, რაღაც ასეთი ურთიერთობის ჰარმონიზაციის და გარკვევის მიზნით მოდის ადამიანი თქვენკენ. ადამიანი მოდის იმ მიზნით, რომ ყველაფერი გაირკვას, ყველაფერი გახდეს გასაგები ორივე თქვენგანისთვის, ხო? დავამატოთ არკანი კიდევ ერთი. ფორტუნას ბორბალი. არ გამიკვირდა. ძალიან მოულოდნელი იქნება მისი კონტაქტზე გამოსვლა, ძალიან მოულოდნელი. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან გასაგები და სხვათა შორის ეს მისი მხრიდან კონტაქტზე გამოსვლა, მით უმეტეს თუ ნაჩხუბრები ხართ ან რაღაც ასეთი, ორივე თქვენგანს ძალიან ბევრი სიტუაციისთვის სრულიად სხვანაირად მოგცემთ შეხედვის საშუალებას. ძალიან ბევრ სიტუაციას სრულიად სხვანაირად შეხედავთ, როგორც თქვენ, ასევე ეს პიროვნება. სულ ეს არის მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტთან ნახოთ რა ხდება. გამოვა თუ არა კონტაქტზე და აქ ამოვიდა არკანის სამართლიანობა. მე-11 არკანი. უფროსი არკანი გახლავთ, აქ ალბათ ყველაზე რთული სიტუაცია არის მესამე ვარიანტი თქვენთან. აქ გამოვა არ გამოვაზე თითქოს არ არის საქმე. აქ არის საქმე იმაში, რომ აქ სადღაც ძალიან დიდი დისბალანსი ფიგურირებს. ძალიან დიდი ალბათობით აქ ხართ თქვენ ან ნაჩხუბრები, ან წლების განმავლობაში არ ყოფილა კონტაქტი, ან რაღაც ძალიან სერიოზული დაპირისპირება მოხდა. არ ვიცი რა მოხდა მეგობრებო, დამიწერეთ კომენტარებში, მაინტერესებს. გამოვა თუ არა, მეგობრებო, რატომღაც მესამე ვარიანტი უკვე მღლის, ძალიან მღლის. ვგრძნობ, რომ რაღაც ძალიან სერიოზული სიტუაციები არის. აქ ალბათ პირადი კონსულტაცია უფრო გჭირდებათ, მაინც და მაინც ჩემთან არა, ვისთანაც გინდათ, ხო? მაგრამ ვეცდები საჯარო გაშლებით ახსნა. გამოვა თუ არა კონტაქტზე, აბა, მესამე ვარიანტი.
ნახეთ მეგობრებო, კვერთხების 7-იანი, უფროსი არკანი მზე, თასების 9-იანი, პენტაკლების დედოფალი და კვერთხების 3-იანი. კონტაქტზე გამოსვლა როგორც ასეთი იქნება, ძალიან დიდი ალბათობით, მაგრამ ცოტათი სიტუაცია აქ შეიძლება გაიწელოს. ვიღაცისთვის 2 თვის განმავლობაში გამოვა კონტაქტზე, ან იმ ვადაში, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ, მაგრამ გავფრთხილებთ, რომ უფრო ბოლოსკენ მოდის. მაგალითად, თუ თქვენ ჩაიფიქრეთ 2 თვე, ხო, 2 თვის განმავლობაში გამოვა თუ არა ადამიანი კონტაქტზეო, ძალიან დიდი ალბათობით თვე-ნახევრის შემდეგ გამოვა, ან 1 თვის შემდეგ, როგორც მინიმუმ, ხო? კონტაქტზე გამოსვლა იქნება სხვათა შორის და საკმაოდ ისეთი თბილი ენერგიებით, ძალიან თბილი ენერგიები წამოვიდა, რაღაც შემოთავაზებაც შეიძლება იყოს, რაღაც მგზავრობის საკითხიც მოდის აქ, რაღაც აი თითქოს თქვენ ამ ადამიანისგან ელოდებით რაღაც გარკვეულ აგრესიას თუ რაღაც გარკვეულ ბრძოლას, რაღაც ნეგატიურს, არ ვიცი რატომ, მაგრამ ხო, ცოტათი ეს რაღაც ნეგატიური, რასაც ელოდებით, ძალიან დიდი ალბათობით იქნება, მაგრამ იქნება ძალიან აი კატასტროფულად მცირედი დოზით. და აქ უფრო სულ სხვა ენერგიებს ვხედავ. რა ენერგიებით გამოვა კონტაქტზე? თასების 7-იანი, თქვენთვის ძალიან გაურკვეველი ენერგიებით გამოვა და თქვენთვის ძალიან უჩვეულო ენერგიებით გამოვა კონტაქტზე. ნულოვანი არკანი. ძალიან უჩვეულო, აი ზედმეტად უჩვეულო ენერგიებით გამოდის ადამიანი აქ კონტაქტზე, მესამე ვარიანტი, ძალიან უჩვეულო თქვენთვის. ძალიან გაგაკვირვებთ. პირველ რიგში ის გაგაკვირვებთ თუ როგორ გამოვა კონტაქტზე, იმიტომ რომ ძალიან დიდი ალბათობით რაღაც ძალიან არასტანდარტული ხერხი იქნება ეს. ძალიან არასტანდარტული და მეორე გაგაკვირვებთ ის ენერგიები, რომლებითაც გამოვა კონტაქტზე. იმიტომ რომ ისინი ძალიან არასტანდარტული და უჩვეულო იქნება და მათ შორის ამ ადამიანის ემოციებიც, იმიტომ რომ თითქოს მისი ემოციები და ის ენერგიები, რომლებითაც გამოდის ადამიანი თქვენთან კონტაქტზე, იქნება რადიკალურად განსხვავებული იმისგან თუ რასაც ელოდებით. რადიკალურად განსხვავებული. მეც ვერაფერს ვეღარ დავამატებ მესამე ვარიანტი, იმიტომ რომ მაინც საჯარო გაშლა არის და ყველასთან ძალიან ინდივიდუალურად რეზონირდება, ხო? მაგრამ დაგემშვიდობებით ამაზე. წარმატებები.